მარნეულში დედამ საკუთარი ქალიშვილის სასიკვდილოდ გაიმეტა და ყელისა და გულის არეში დანით დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია და ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ. სავარაუდო დამნაშავემ დაჭრილის დედა კი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. თამთა დოლენჯაშვილი არ ყვევს მომხდარის დეტალებს და ეს პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება. თამთა, პირველ რიგში როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? 30 წლის ნაირა ახუნდლობა მკურნალობს მარნეულის ჯეო ჰოსპიტალში, როგორც მედიკოსები განმარტავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ დამაკმაყოფილებელი. მას ჩაუტარდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. მედიკოსების თქმით, ნაირა ახუნდლობას 3 ჭრილობა აქვს, აქედან 2 არის შემავალი. ერთი და იგივე იარაღით არის ეს ჭრილობები მიყენებული. ცივი იარაღზე არის საუბარი. ერთი შემავალი ჭრილობა მას აქვს კისრის არეში, ასევე შემავალი ჭრილობა ნაირა ახუნდლობას აქვს გულმკერდის არეში. მედიკოსები განმარტავენ, რომ ის იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დრომდე მის დასაკითხად აქ არ მოსულან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და ასევე ის არ იმყოფება ხელოვნურ ვენტილაციაზე და არის ადეკვატური. პაციენტი შემოყვანილი იქნა გუშინ 3 ჭრილობით, აქედან 2 არის შემავალი. ამოძახებული იქნა თორაკოქირურგია, ჩაუტარდა ორმხრივი დრენირება. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, რესპირატორულ ხარდაჭერას არ საჭიროებს და ამ წუთას მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა ვითარებაში და როგორ მოხდა მისი ეს დაჭრა, ჩემთვის უცნობია. ფაქტი, ეს ინციდენტი ოჯახური ძალადობის სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივებსაც, როგორც ახუნდლოვას მეზობლები განმარტავენ, ხშირი იყო დაპირისპირება დედაშვილს შორის და სავარაუდოდ ეს კონფლიქტი ნაირა ახუნდლოვას არც თუ კარგ რეპუტაციას უკავშირდება. ამბავი დილით მოხდა, მაგრამ ჩვენ მეზობლებმა საღამოს შევიტყვეთ. როგორც სოფელში ყვებიან, შვილის აქციელი დედას არ მოსწონდა და ყოველთვის აფრთხილებდა. როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინა და ასე დასაჯა. ქმარი წყავს ამ გოგოს, დედამისი ცდილობდა ოჯახი არ დაენგრია და მოუწოდებდა გონს მოსულიყო. გოგო საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში წაიყვანეს. დედამისი კი, როგორც ვიცი, დააკავეს. სოფელში ყველა იცნობს ამ ოჯახს, მისი მამამთილი სოფლის მოლაა. ეს საზარელი ამბავი დღეს საღამოს გავიგეთ და ყველანი გაოცებულები ვართ. გაგვიკვირდა დედა საკუთარ შვილს როგორ გაიმეტებდა. გამოდის ოჯახში სერიოზული პრობლემა იყო. ნაირა ახუნდლოვას დაჭრის ფაქტზე უკვე დაკავებული არის დედამისი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის ფარგლებში იძიებს. იმ შემთხვევაში, თუ ახუნდლოვას დედას დაუდგინდა შვილის მკვლელობის ფაქტი, ანუ მკვლელობაში მონაწილეობის ფაქტი, მას პატიმრობა 3-დან 6 წლამდე ვადით ემუქრება.